დადგა შაბათი დღეს აღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასილია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატრონები მინდა მოვიკითხო ჯარისკაცები და ყველა ის ადამიანი ვინც გაჭირვებასაც შინახართ ვის პრობლემა გაქვთ ეხლა ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო და მოძღვრის ლოცვა კურთხევა რა თქმა უნდა მამა ილია თოლორაია ყავს არქიმანდრიტის სამების საკათედრო ტაძრის და დაგლოცეთ მამა თუ შეიძლება მერთმა დაალოცოს ჩვენი მსმენელი მისაღამები ყველას უღრმესი მადლობა მამა მობრძანებისათვის და თუ შეიძლება მამა აი მარხვასთან დაკავშირებით დავიწყოთ ეს თემა, იმიტომ რომ მოდის მარხვა და მინდა რომ ესე იცოდნენ ადამიანებმა მარხვის შესახებ ბევრი გავიკეთებენ, მაგრამ ყოველ წელს აი დიდ მარხვის წინ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე და თუ შეიძლება მამა რატო დაუწეს ადამიანს მარხვა, დაუწესდა საერთოდ ღვთისგან და რაშია საჭირო, რაში ეხმარება ადამიანს მარხვა? სალამ მარხვის შესახებ ვიტყოდით ერთ-ორ სიტყვას ვიტყოდი რომ ეხა ყველამ ვიცით თელმა საქართველომ რომ ჩვენს უწმინდეს გერმანიაში ოპერაცია უკეთდება ორშაბათს და ყველამ უნდა ვილოცოთ იმისთვის რომ პატრიარქი ჯამთელი და მშვიდად ჩამობზანდეს იმიტომ რომ ვიცით რომ საქართველოში არავის იმდენად არ ულოცია დღეს არავის ისე არ უყვარს საქართველოს როგორც უწმინდეს ეს ჩანს იმაშიც თუნდაც რომ ათასობით და 10,000-ობით რა ვიცი უკვე ათასებს გადაცდა იმდენი ბავშვი დაიბადა იმიტომ დაბადეს ოჯახებმა რომ უნდათ რომ პატრიარქის ნაცვლი ყოფილიყო და ამიტომ უწმინდესის კარგად ყოფნა ეს აუცილებელია ჩვენი ერისთვის და ყველა ჩვენგანისთვის და ერთხელ მახსოვს მონასტერში ახალ აღკვეცილი ბერი ვიყავი მაშინ და მამა დოროთემ გითხრა რომ ესე ვიჯექით ბერად რო აღიკვეცები, ნუ შემდეგ თავისთავად 1000 განსაცდელი გაქვს ადამიანს და 1000 რაღაც ბრძოლა აქვს ბერს თავისთავად და მაშინ გითხრა რომ როცა განსაცდელი გექნებათო, ესე ილოცეთო და ყოველთვის შეგეწევათო ღმერთიო რომ თქვითო ლოცვაო რომ ლოცვითა უწმინდესისა და უნეტარესისა მეუფისა ჩვენისათა უფალო იესო ქრისტე შემეწიეო და ესეთი ლოცვით ილოცეთო და პატრიარქის და უწმინდესის ლოცვით ღმერთი შეგეწევათო და ნამდვილად რა ვიცი საქართველოში დღეს რაც კი დიდი საქმეები, კარგი საქმეები მომხდარა და ესე რომ ადამიანები ამდენად ღმერთს მიუახლოვდით და ესე რომ ტაძრის კარი გაიღო და ესეთი ათასობით ტაძარი, ათასობით მღვდელი ეკურთხა ეს ყველაფერი უწმინდესის დიდი შრომის და დიდი ღვაწლის შედეგად მოხდა და ერთხელ ბრძანა უწმინდესმა გავიხსენებ იმასაც ქადაგებაში რომ მე მიყვარხართ თქვენ და არ შემიძლიაო თქვენს გარეშე და ასევეო თქვენს გიყვარვართო მე და თქვენს არ შეგიძლიათო ჩემს გარეშეო და ეს ნამდვილად ჩანს საქართველოში და მადლობა უწმინდეს ესეთი დიდი სიყვარულისთვის და ყველამ უნდა ვილოცოთ იმისთვის ორშაბათ დღეს განსაკუთრებით მაგალითად სამებაში ტაძრებში მამები წირვას ვატარებთ და ყველა ადამიანი ვინც კი შეძლებს აუცილებლად ტაძარში უნდა მივიდეს წირვას დაესწროს თუ ვერ შეძლებს სახში მაინც წაიკითხოს უნდა საჯამთელო პარაკლისი და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება და უწმინდესის ლოცვა შეგვეწევა და მისი ჯამთელად და მშვიდად ჩამობრძანება ნამდვილად იქნება ეხ ძალიან დიდი მადლობა მართლაც მამა აი მინდა რომ დავამატო რომ ეს ადამიანი რო არ არსებობდეს ალბათ ჩვენ რა გვეშველებოდა აი მართლა რომ აი რომ მიდის ხოლმე თითქოს ერთი ადამიანის გასულით მთელი საქართველო ცარიელდებაო ისეთი ის აქვს და რა ვიცი ამ ადამიანის სიხარულის მეტი არაფერი გაგვაგონა ღმერთო და მეტი მართლა არაფერი ამე ძალიან დიდი მადლობა მამა ესეთი ლამაზი მე ვიტყოდი რომ ეს ლოცვა ესეთი განცდა არა ვალდებულება უნდა იყოს დღეს ყველა ქართველის არამედ უბრალოდ განცდა უნდა იყოს იმის რომ როცა ესეთი ერის მამა ყავს აუცილებლად რომ ესეთი ერის მამა ჯამთელი და მშვიდად ჩამობზანდეს და ყველაფერი რომ უკეთესად იქნება ეს ისევ ჩვენ გვჭირდება ისევ საქართველოს ჭირდება და ამიტომ განსაკუთრებულად უნდა ვილოცოთ ეს დღეები და ღმერთი ყველას მოусმენს და ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ რომ ჩამოვა ჯამთელი და ერთი ის არის წმინდა მამები ამბობენ საერთოდ ასეთ მაგალითებს რომ როცა გემი აღელვებულ ზღვაში მიდის იმისთვის რომ ნაპირამდე მივიდეს რა თქმა უნდა ზღვა ღელავს და აი ამ გემის მიყვანა ნაპირამდე ეს არის ერთ ადამიანზე დამოკიდებული იმაზე ვინც გემის კაპიტანია იმაზე ვინც ამ გემს მართავს და თუ ამ ადამიანმა ეს გემი სწორად წარმართა მაშინ აუცილებლად იმ გემში რო 1000-ები ზიან ეს ყველა 1000-ები გადარჩებიან და
აი ესე მამები ადარებენ ეკლესია გემია და ეს სოფელი რომელიც ღელავს რომელიც მუდმივად ამ გემს ამ ეკლესიას ებრძვის აქ ყველაზე დიდი სიბრძნე ჭირდება იმას ვისაც ამ გემს მართავს და თუ ეს გემი მიედინება და თუ ეს გემი არსებობს და თუ ეს გემი ძლიერდება ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ბრძენი და გონიერი და ძალიან ჭკვიანი მართველი ყავს ამ გემს და ესე ვიტყოდი რომ დღეს რომ საქართველოში ეკლესია ავიცი რამდენი განსაცდელები გამოიარა რამდენი ბრძოლები რამდენი ამბავი იყო რამდენი დრო და როცა ეკლესია უფრო მეტად ძლიერდება როცა ეკლესიაში კიდევ უფრო უკეთესობა ხდება როდესაც ადამიანებს უფრო დიდი ნუგეში აქვს ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან რომ ნამდვილად ისეთი ბრძენი პატრიარქი ყავს რომელმაც ამ აღელვებულ ზღვაში და ამ აღელვებულ სოფელში ესე მშვიდად გაგვატარა და გაგვატარებს კიდევ მრავალი წელი და მრავალჟამიერ მის სიცოცხლეს დიახ ძალიან დიდი მადლობა მამო ერთხელ მახსოვს რაღაცა ესეთი საუბარი წავიდა ერთხელ მახსოვს რაღაც თქვენ გითხეთ რომ რაღაცა პატრიარქთან დაკავშირებით გითხე რომ რაღაცა ბევრი ადამიანი რაღაცა ესე აქტიურობს რომ რაღაცა და თქვენ თქვით რომ ჩემი აქტიურობაო არ არის საჭირო ის ისედაც ხედავს ვის მართლა უყვარს და ვის არაო და ეხა ეს მამო ორ წამში გამოჩნდა თქვენ თვალებში გამოჩნდა ეს და მე დავინახე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო და მე ვიცი რომ თქვენ ყოველთვის მას სადაც დასჭირდება იქ იქნებით თქვენ მამა დოროთე იქ თქვენი საძმო და ყველა ის სასულიერო პირი ვინც ჩემთან აქ მოდის და მე სწორედ ამის მიხედვით მომყავს აქ შეიძლება არც უნდა მეთქვა ისე იმათ მაგრამ მე ის ადამიანები მომყავს აქ ვინც პატრიარქს ყველაზე ძალიან გამოადგება ყველაზე ძალიან უყვარს და ყველაზე ძალიან ენდობა და ვინც მის სახეს არ შეარჩხენს ხოლმე ყოველთვის ვცდილობ რომ მოვიყვანო ის მოძღვრები და სულ ყოველთვის ეგეთი ხალხი მომიყვანე და მადლობა ამისათვის მამაო უღრმესი და რა ვიცი ისეთი თემა რომ აი გადასვლაც არ მინდა იმიტომ პატრიარქზე შემილია აი დაუღალავთ ვისაუბრა ღმერთმა ჩემზე გამზომელია უწმინდესი ზღვაწლი და შრომა ჩვენს ერში და მას არ ვიცი არავის ისე არ იმედებოდა და დღესაც არავის არ იმედება რაღაც აი იმედი თუ ვინმეს უჩნდება იმის რომ ყველაზე იმის რომ აი პატრიარქი რას იტყვის პატრიარქი როგორ იტყვის როგორ გადაწყვეს და ესეთი ესე რომ გვეიმედება და ესეთი იმედი როა ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან დიდი მამამთავარი გყავს დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება მამაო თემასთან დაგეცოდა მახვის შესახებაც აი ძნელი არის თუ ამას დაუკავშირდეს აი ორშაბათი დღე არის და მაგიტომ ესე განსაკუთრებულად მინდოდა აღმინიშნე ეს ისა რომ ყველამ უნდა ვილოცოთ ორშაბათ დღეს უტარდება უწმინდეს ოპერაცია მარხვის შესახებ რაც არის ხო აი რასაც საერთოდ 4 მარხვა ნუ ესეთი დიდი მარხვა ეს არის მარხვა აღდგომის მარხვა პეტრე პავლობის მარხვა ეს არის ღვთისმშობლის მიძინების მარხვა და ქრისტეშობის მარხვა. ამ 4 მარხვიდან გამორჩეულია აღდგომის მარხვა. გამორჩეულია იმით, რომ აი თუნდაც ლიტურგიკული წესითაც გამორჩეული არის სხვადასხვანაირად ტარდება მსახურებები და მთელი ის არის თან ყველაზე მთავარი იმიტომ, რომ აღდგომას უახლოვდებით, ანუ ყველაზე უფრო მთავარს. და აი სანამ აღდგომის მარხვაში შევდივართ, ანუ სანამ მარხვას დავიწყებ, მანამდე ეკლესიის მიერ შემთხვევით არ არის დაწესებული წინა 4 კვირით ადრე უკვე იწყება მარხვისთვის მზადება და აი პირველი კვირა, აი ეს კვირა, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის მეზორე და ფარისეველის კვირა. აი ამის შემდეგ მეორე კვირა არის უძღებიშვილის კვირა, შემდეგ მესამე კვირა მოდის საშინელი სამსჯავროს ხსენება და მეოთხე კვირა ეს არის ადამის დაცემის ხსენება და მიტევების დღე, როცა ყველამ ერთმანეთს უნდა მიუტევოთ და აი ამის შემდეგ ესე დავიწყოთ მარხვა და ანუ ამით ეკლესია გვასწავლის რომ სანამ მარხვას დავიწყებთ, სანამ მარხვას შეუდგებით, მანამდე გავაცნობიეროთ თუ რა არის მარხვა და რისთვის გვჭირდება. აი პირველი მეზორე და ფარისეველი იმას გვასწავლის ამით მაცხოვარი და ეკლესია რომ მეზორე შევიდა ტაძარში და ფარისეველი ამბობს რომ ესე მარხულობო ამდენს გავცემო და მადლობა ღმერთო რომ ესეთი არ ვარო როგორც ეს მეზორეო ეს ცოდვილიო და ამ დროს მეზორე იდგა და ლოცულობდა რომ ღმერთო მილხინე მეცოდულს ამას და შემიწყალეო და როცა ტაძრიდან გამოვიდნენ გამართლებული იყო მეზორეო თავისი ლოცვის განწყობით და აქ ის არის რომ სწორად რო შევხედავთ კარგად ადამიანმა
ფარისეველი დაწუნებული იქნა არა იმიტომ რომ ესე მარხულობდა და ესე ზედმეტად გასცემდა, არამედ იმიტომ რომ თავს იქებდა ამით და ამით მეზორეს განიკითხავდა და კარგია როცა ადამიანს აქვს ფარისეველის საქმეები და განწყობა მეზვერის. აი, როდესაც ეს ორი თანხდება, როცა ეს ორი ერთად გაგეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი სწორად მიდიხარ და სწორად იცი, რატო მარხულობ და რატო გასცემდა. აი ეს შემდეგი კვირა რომ მოდის უკვე უძღებიშვილი. უძღებიშვილი ნიშნავს იმას, რომ აი ეს ყველაფერი არის გააზრება იმის, რომ ჩვენ უძღებიშვილები ვართ დღეს. რომ აი როგორც უძღებიშვილი მამისგან წავიდა, უცხო ქვეყანაში იყო, შემდეგ იქ მოშივდა და გაახსენდა ის, რომ მამას უყვარვარო და მამას მიუბრუნდები და მიმიღებსო და საინტერესოა რომ სახარებაში წერია რომ გონს მოეგო ეს უძღებიშვილი არ წერია რომ მან ლოცვა დაიწყო, მარხვა დაიწყო, არამედ გონს მოეგო, ანუ გაიაზრა, გააცნობიერა რა მდგომარეობაში ჩავარდა და ამის შემდეგ მამისკენ მიბრუნდა ისევ და მამამ სიხარულით მიიღო და ეს მამა არის ღმერთი და როცა ღვთისგან მიდიხარ, გინდა წახვიდე, ღმერთი იმდენად გათავისუფლებს, რომ აი როგორც უძღებიშვილი გაუშვა, გაგიშვებს. მაგრამ როცა მისგან წახვალ და შემდეგ ისევ მისკენ გინდა მიბრუნდე, იმდენად უყვარხარ, რომ იგიღებს და წერია სახარებაში, რომ საუკეთესო სამოსით შემოსა და დიდად პატივი მიაგო იმ შვილს, რომელიც მისგან წასულიყო. აქ ჩანს ესეთი ღმერთის სიყვარული და ეს უძღებიშვილის ესე მიბრუნება მამისკენ ესე მამასთან მისვლა, ესეც იმიტომ, რომ აი შემდეგი კვირა რო იწყება საშინელი სამჯერო. აი ამის ხსოვნაში იყოს დღეს ადამიანი, რომ ყველა ადამიანი ჩვენ ამ ქვეყნიდან რო გავალ და რო გარდავიცვლებით, ყველანი წავსდგებით სამსჯავროს წინაშე და აი ამ სამსჯავროს წინაშე რო წავსდგეთ, ჩვენ უნდა გქონდეს იმდენად სინანული, იმდენად გააზრება იმის, რომ ვწოდეთ მამის წინაშე, წავედით მამისგან, როგორც ეს უძღებიშვილი, რომ აი ამ დროს ღმერთი მიგვიღებს. აი ამ საშინელ სამსჯავროზე ღმერთი გვაპატიებს, თუ რა თქმა უნდა ღმერთს პატიებას ვთხოვთ და თუ მასთან ვისურვებთ ყოფნას და უკვე დასასრულს, აი მეოთხე კვირა. ეს არის ადამის ხსენება იმის, რომ ადამი დაეცა და მიტევების დღე არის და აი ამით უკვე მარხვას ვიწყებთ და ესეც იმას ნიშნავს, რომ აი გაცნობიერება იმის, რომ ყველანი ამ ქვეყანაზე რო შეცდომილები ვართ, შევცდით ჩვენი პირველი წინაპრის ადამის შეცდომიდან გამომდინარე. ადამი შეცდა, დაკარგა 64 და შემდეგ 64-ის გარეთ დაიწყო ცხოვრება და აი ამ 64-ის გარეთ აი ამ სამყაროში დავიბადეთ ჩვენ ყველანი ერთად და ყველა ერთად რო გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი წინაპრის შეცდომიდან აღმოჩნდით ყველანი ამ სამყაროში და ყველას გვაქვს ჩვენი უძლურება, ჩვენი სისუსტე, ამ დროს გავაცნობიეროთ ის, რომ ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ, კი არ ვიზრუნოთ იმაზე, ვინ ვიზე უკეთესი იქნება და ვინ ვიზ აჯობებს და დიდებით იქნება ეს პატივი თუ სიმდიდრით, არამედ იმაზე, რომ ყველა შევცდით ადამიანიდან გამომდინარე, ყველა შეცდომილ სამყაროში, ყველამ ერთმანეთს მიუტევოთ, ყველამ ერთმანეთს ვაპატიოთ, ყველამ ერთმანეთს დავეხმაროთ იმისთვის, რომ დავიწყოთ სვლა აღდგომისკენ, სასუფევლისკენ, ქრისტესკენ და აი ამით შევდივართ შემდეგ უკვე მარხვის დღეებში და უკვე ბოლოს რა თქმა უნდა ვზეიმობთ აღდგომის დიდ დღესასწაულს, რითაც ქრისტემ 64-ის კარი გაგვიღო და ადამიანი გაანთავისუფლა იმისგან, რომ ის შიში რომ ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, უკვე არ არის ამის შიში. არამედ ვისაც მოუნდება ღმერთთან ყოფნა, ვისაც მოუნდება იმ უკვე ღია კარი სასუფევლის ღია კარებში შესვლა, რა თქმა უნდა ღმერთი მას შეიყვანს. უღრმესი მადლობა მამაო და ადამიანს მაინც რაღაც საკითხები აინტერესებს რაღაც კონკრეტული და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებითო დავსვათ, რომ ის მომენტი მამაო თუ ადამიანმა დღეს მაინც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაიხვეწა ყველაფერი, წიგნი, ყველაფერი არსებობს, მაინც რაღაც ისეთი კითხვებით მოგმართავენ ხოლმე მამაო, წეღანაც ვამბობდით, რომ რაც უბრალოდ მექანიკურად ადრე კეთდებოდა, მაგრამ დღეს უბრალოდ ეს კითხვები ისმის მაინც და ძალიან იოლ რაღაცებზე შეიძლება რაღაცა მარხვის დარღვევებში და ასე შემდეგ ჩაითვალოს, როცა შეიძლება ძალიან მსხვილმას არ აქცევდეს ადამიანი ყურადღებას, ხო? აი მაგალითად როგორც ასეთი, რომ შეიძლება ვიღაცა შეეშავს ერთი ლუკმა რაღაცა შემთხვევით შეჭამოს და ამას განიცდის, მაგრამ საღამოს ადამიანს კლავდეს, ოჯახში ჭყობდეს, იგინებოდეს და ძალიან ცუდ რაღაცებს აშავდეს, მაგრამ აი ამას განიცდის, რომ აუ როგორ გაყვა იქ კარაქში შეუწეს იმის მაგივრად რაღაცა ზეთში რომ შეეწოთ ან რაღაცა. ანუ ჩვენთან მარხვა მაინც არის რაღაცა მაინც საკვებით და იმის იქით აღარ მიდის.
ანუ ადამიანის გონია რომ ლობიოს თუ შეჭამს უკვე მარხულობს და დანარჩენი ცხოვრების წესი რასაც აშავებდა ის უნდა აშაოს. აი როგორ უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა მაო რომ მარხვა არა მარტო საკვებით გამოვიდეს და იმის თქმის არ იყოს მართლა მარტო საკვები რო იყოს ძროხა წმინდანი იქნებოდაო ხო? ანუ აი ეს მომენტი მამაო რა უნდა ქნას ადამიანმა რომ მარტო საკვებზე არ შეჩერდეს. იმიტომ ძირითადად არის მარტო საკვებზე გადასული ადამიანი მე მარხულობ და რო ეკითხები რითი მარხულობ არა კარტოფილი მიყვარს და ისა რა ქვია კარტოფილს ჭამ მეტი აი ანუ არ იცვლება ადამიანი ეს მარხვები ჩაილის ისე იგივე რჩება. აი რაში როგორ უნდა გამოიყენოსო თქვას რომ ბოლოს მარხვა შედგა ან იყო მარხვის დასაწყისში უნდა შეხედო საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან სამყაროს როგორი ხარ და აი შემდეგ უკვე მარხვის დასასრულს შეხედო უნდა. ისევ როგორი ხარ და თუ უკეთესი გახდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი იმარხული, კარგად და სწორად და თუ უკეთესი ვერ გახდი, მაშინ თუნდაც წყალზე და პურზეც რომ იმარხულო, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი არ გიმარხულია და მარხვის აზრი არ გესმის და საერთოდ მარხვის დროს მთავარი რაც არის პირველი კითხვა ეს არის რომ გააცნობიეროს ადამიანმა თუ რატომ მარხულობს და მეორე კითხვა არის თუ როგორ უნდა იმარხულოს ამას ორივეს ქრისტე გვასწავლის მაცხოვარი გვასწავლის სახარებაში თუ რატომ უნდა ვიმარხულოთ ამის გააზრებას გვასწავლის და მეორე თუ როგორ უნდა ვიმარხულოთ და როგორი უნდა ვიყოთ მარხვის დროს და პირველი არის, როდესაც ქრისტესთან მივიდნენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, მაშინ ეუბნებიან, რომ აი შენი მოწაფეები არ მარხულობენო, ისეო როგორც ჩვენ მარხულობთო და რატომ არისო ესეო და ქრისტე პასუხობს, რომ სანამ მათთან სიძე არისო და ეს ქორწილიაო, არ ჭირდებათო მარხვა, მაგრამ მოვაო დრო, როცა სიძე წავაო მათგან და ამის შემდეგ ისინი მარხვას დაიწყებენო და შემდეგ ამბობს, რომ თუ ძველ სამოს ახალს დავაკერებთ, მაშინ ის უფრო მეტად დაიხევა. თუ ძველ თხიერებში ახალ ღვინოს ჩავასხამთ, მაშინ ეს თხიერები გასკდება და ღვინოც დაიღურება და ამით მაცხოვარი ამბობს, რომ არის დრო რაღაც ადამიანი თავისი სულიერებიდან გამომდინარე, რომ ანუ რამდენად და როგორ უნდა დაიწყოს მარხვა და როცა მაცხოვარი ამბობს, რომ როცა ამაღლდება წავა მათგან ქრისტე და ამის შემდეგ დაიწყებენ მარხვას ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ეს მოციქულები ქრისტესთან იყვნენ და ზეინი იყო მათთვის ისინი ღმერთთან იყვნენ და როცა ქრისტე წავიდა და უკვე ქრისტე აქ არ არის აი ამის შემდეგ მარხვას იწყებენ იმისთვის რომ ისევ ქრისტეს მიახლონ იმისთვის რომ ისევ ქრისტეს შეუერთდნენ სამუდამოდ და მარხვის შინაარსი არის ის რომ ადამიანმა იშრომოს იმისთვის რომ ღმერთს უფრო მეტად მიუახლოვდეს და ღმერთი უფრო მეტად შეიცნოს და ღმერთთან იყოს მთელი სურვილები მარხვის დროს არის ის რომ ღმერთს მივიახლო უნდა და ეს მარხვაც აი ხორცის არჭამა, ყველის არჭამა და ისეთი საკვებები რაც მარხვაში აკრძალულია ესეც იმისთვის რომ როდესაც ადამიანი მარხულობს, თუნდაც სხეულითაც უფრო თავისუფალია, უფრო მსუბუქია და ამ დროს გონებაც თავისუფლდება საზრუნავებისგან, გონებაც თავისუფლდება სხეულის სიმძიმისგან და ეს ეხმარება ადამიანს იმისთვის, რომ უფრო მეტად ილოცოს, უფრო მეტად იფიქროს, უფრო მეტად შეიმეცნოს წმინდა წერილი და მეორე ისიც არის, რომ აი საერთოდ სამარხო პროდუქტები არის იაფი, უფრო იაფად ყიდულობს სამარხო პროდუქტს, ვიდრე არასამარხოს და მაშინ საერთოდ უფასოთაც მოიპოვებოდა ადრე, ხო? მაშინ და აი როცა მარხულობ, ხო, მაშინ ადვილად შეგიძლია საკვები მოიპოვო, არაგად ბევრი საზრუნავი, ბევრი არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ როგორ უნდა იყიდო რაღაც საჭმელი, იმიტომ რომ იაფად მოიპოვება სამარხო საკვები და აქედან გამომდინარე უფრო მეტი დრო გრჩება, უფრო მეტი დრო გაქვს იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო დაუთმო ქრისტეს შემეცნებას და უფრო მეტი დრო დაუთმო საკუთარ თავზე ზრუნვას, რომ უფრო მეტად განიწმინდო. ეს არის პირველი კითხვა, თუ რატომ უნდა ვიმარხულოთ, მაგრამ აი როგორ უნდა ვიმარხულოთ და როგორები უნდა ვიყოთ მარხვის დროს. ამასაც მაცხოვარი მათესახარებაში გვასწავლის და ამბობს ასეთ რამეს, რომ მარხვის დროსო ნუ იქნებითო როგორც თვალთმაქცებიო, რომლებიცო დამწუხრებული სახეები დადიანო, არამედ იცხეთო თავზე და დაიბანეთო პირი და მამაო რომელიც დაფარულში ხედავს, დაფარულში მოგაგებსო. ამითაც ქრისტე გვასწავლის მაცხოვარი რომ ადამიანმა მარხველმა არ უნდა მიიღოს ესეთი მარხველი სახე, აი გარეგნული სახე, ის რომ სხვებს დაანახოს რომ მარხველი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც
მარხულობს სხვების დასანახად იმისთვის, რომ ადამიანებმა სხვებმა ეს დაინახო, როგორც მარხველი, ეს იმას ნიშნავს, რომ ესეთი ადამიანი ვერ გაიმარჯვებს და არცაა გაცნობიერებული კარგად რას შვება და რატომ. აი მაგალითად ბრძოლის ველზე რო გახვიდე მხედარი და იბრძოდე, რაც არ უნდა კარგად იბრძოდე, ხო? თუ გექნება ყურადღება იმისკენ, აი რომ აბა სხვები ხომ იყურებენ მე, სხვები ხომ ხედავენ მე როგორ კარგად ვიბრძვი, ამ დროს აუცილებლად დამარცხდები, იმიტომ რომ ყურადღება მოწყვიტე შენს მტერს, რომელსაც ებრძვი და გადაიტანე იქეთ თუ ვინ გიყურებს და ვინ როგორ შეხედავს აი ამ შენ ბრძოლას და ამიტომ კაცთა საჩვენებლად მარხვა, კაცთა საჩვენებლად ქრისტიანული ცხოვრება, კაცთა საჩვენებლად ბრძოლა ეშმაკთან, ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ იბრძვი, არამედ ამ ბრძოლაში მარცხდები და ვერ გაიმარჯვებ. და პირის დაბანვა, მამები ამბობენ, აი მაცხოვარი რო ამბობს, რომ მარხვის დროს თავზე იცხეთ და პირი დაიბანეთ, ეს ცხება როგორც წმინდა იერონიმე სტრიდონელი ამბობს, ნიშნავს, რომ ებრაელებში წესი იყო, რომ აი თავზე ზეთის ცხება და პირის დაბანვა ეს იყო დღესასწაულის დღეებში, ანუ ეს იყო უკვე დღესასწაულის ნიშანი, დღესასწაულ დღეებში ესე აკეთებდნენ და მაცხოვარი ამბობს ამით, რომ იდღესასწაულეთ, ის კი არა რომ ტრაგედია, რომ ვაიმე მარხვაში ვარ, არამედ ის გიხაროდეს, რომ ღმერთმა რომ მოგცა იმის ძალა რომ იმარხულო, ეშმაკ შეებრძოლო, რომ მოგცა იმის ძალა, რომ საკუთარი თავის განწმენდვა დაიწყო, ეს უნდა გიხაროდეს და ეს დღეები უნდა იყოს შენთვის შინაგანად სასიხარულო, რომ აი ღმერთმა ამისი ძალა მომცა. და მეორე განმარტებაც არის ესეთი ცოტა გადატანითი მნიშვნელობით ამბობს მაქსიმე ამხსარებელი და ამბობს, რომ პირის დაბანვა ეს არისო შინაგანი კაცის განწმენდვა, აი მარხვის დროს ესე უნდა ვიყოთო, რომ შინაგან განწმენდვაზე ვიფიქროთო და მეორე თავზე ცხებაც ეს თავი გონება არისო და ნიშნავს იმასო, რომ ღვთის სიტყვითო ჩვენი გონება გავამდიდროთ, ღვთის სიტყვის შემეცნებით და აი ამ დროს უკვე ადამიანს გააზრებული აქვს თუ რატომ და როგორ მარხულობს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ მარხულებენ და თუ არის ამის შემცვლელი რამე, როცა ადამიანს ეხა ეთვლება ცოტა ისე არის, ეხა მაინც ყველაფერი ღვთის ხელში არის და აი თუ არის ის საშუალება, რომ აი მოძღვარი მაგალითად ეუბნება, რომ შენ აღარ გინდა მარხვა, შენ მარხულობ, ჩათვალე, იმიტომ რომ აი არ ეხა ვერ აუხსნი იმას, რომ სიტყვაზე სადღაც მუშაობ შენი შვილებისათვის, ოჯახისათვის და იქ ვერ აუხსნი ვიღაცა საკვებს რომ მოგიტანს, რომ არა მე მარხვაზე ვარ და ეხა ვერ თან შერიც არ უნდა მოკვდე, ხო? სიტყვაზე. ანუ ეს მომენტი მამაო თუ არის ვინმე, ვინც ვერ ახერხებს რა უნდა ქნას და თუ არის ამაზე განსაკუთრებული რაღაც კურთხევები, თუ გაგიციათ და თუ შეუძლია ადამიანმა ეხა აი თუნდაც ჩვენი ეთერის შემდეგ დაიწყოს მარხვა, როცა მარხვა მოვა და რაღაცა ამასთან გარკვეული კურთხევა ქონდეს, იმიტომ არის ქვეყნები, სადღაც უცხოეთში მყოფი ქართველი არიან, სადაც ვერ მარხულობენ, მოძღვარიც არ ყავთ და ასე შემდეგ და აი რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მარხველი ვერ აკეთებს იმ დღეს, რასაც ისინი აკეთებენ იქიდან, რომ ამდენ ადამიანს ეხმარებიან და ამათ გულისთვის თავი აქვთ გადადებული. ანუ თუ შეიძლება მამო, აი ამათ რას ეტყვით, იმიტომ რომ ფაქტობრივად სხვის საკვებზე არიან, ზოგი ექიმია, ზოგი რაღაცა და უწევს რა ესე, რომ ვიღაცა რასაც მოუტანს, ის უნდა ჭამოს, ხო? აი ამ შემთხვევაში მამო, რამე გამონაკლისები თუ არის და რომ გული არ დაწყდეთ, ბევრს წყდება რომ ვერ მარხულობ და ძალიან განიცდიან ამ ყველაფერს და ძალიან ბევრი სხვა ზოგი ქადაგებს, რომ აუ შენ ვინც არ მარხულობ, აი ესე მოგდის, ისე მოგდის და რაღაც გამონაკლისი ხო შეიძლება იყოს მიზეზები. რა გაგითვალისწინებია და რა უნდა გავითვალისწინო და რა შეიძლება მათო შესთავაზოთ მამაო, რომ გული არ დაწყდეთ. ამ ყველაფერზე. საერთოდ პირველი, მეორე, მესამე საუკუნეებში ეკლესიის ისტორიაში სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვანაირი მარხვის წესები იყო. ზოგან იყო ერთი დღე მარხვა, ზოგან ორი დღე, ზოგან ერთი კვირით. აი სადღაც უკვე მეოთხე საუკუნიდან აი ესეთი 40 დღიანი ესეთი ჩამოყალიბებული სტრუქტურა მარხვის უკვე როცა აი ბიზანტიის იმპერიაში უკვე სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა აი აქედან იწყება უკვე და შემდეგი მარხვებიც შემდეგში დაწესდა და სხვადასხვა ეკლესიებში იყო სხვადასხვა ზოგან იყო 6 კვირა იყო აღდგომის მარხვა, ზოგან იყო 7 კვირა იყო აღდგომის მარხვა და ესე იყო სხვადასხვა ეკლესიებში, მაგრამ ვერ ვიტყვით იმას, რომ ამ დროს ეკლესია ცდებოდა. მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდა ეკლესიაში ეს მარხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ დააწესა ეს წესი და ამიტომ ეკლესიას აქვს უფლება ისევ
რომ და ეკლესიაში მოძღვარს აქვს უფლება ისევ იმის, რომ ადამიანი, რომელიც მოდის, მისი მდგომარეობა გაითვალისწინოს. შეიძლება ადამიანი ვერ ახერხებდეს მარხვაზე, თუ ჯანმრთელობა უშლის ხელს, ეს წესად კანონებში მიღებულია, რომ მოძღვარი განთავისუფლებს მას მარხვის რაღაც გარკვეული დროით და ეტყვის, რომ მაგალითად შეიძლება პირველი კვირა იმარხულოს, ბოლო კვირა იმარხულოს. საერთოდ ისე ახალმოსული ადამიანი ეკლესიაში, აი დღეს რომ მოვიდა, აი დღეს რომ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, უცებრო დაამძიმო მარხვით ვერ შეძლებს. აი ზუსტად ეს არის მაცხოვარი რო ამბობს, რომ ახალ ძველ სამოს თუ ახალს დავაკერებთ, მაშინ ეს ძველი უფრო მეტად დაიხევაო. აი ესე ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სულიერად გაძლიერებული, რომელსაც ჯერ კიდევ არ უცხოვრია ეკლესიურად და მარხვით დაამძიმო ეს ადამიანი, მაშინ მას უფრო მეტად გაუჭირდება და ხო შეიძლება საერთოდ წავიდეს ეკლესიიდან. ამიტომ მოძღვარმა ის გონიერება უნდა გამოიყენოს, რომ გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა და ერთადერთი, რასაც უნდა ცდილობდე, ის არის, რომ ეს ადამიანი ეკლესიის წევრი გახადო და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. შენს გონიერებაზეა დამოკიდებული და თუ ვერ ახერხებ მარხვას, მაშინ შეიძლება ხო ესე პირველი კვირა, ბოლო კვირა, როგორც მას პირადად მისი მოძღვარი დაუწესებს და მაგრამ მეორე არის რომ სულიერი მარხვა ადამიანს ყოველთვის შეუძლია. აი წიგნის კითხვა ყოველთვის შეუძლია. ვერ იტყვი რომ აი თუ ვერ მარხულობ ადამიანი და ავამტყოფობა გჭირს რამე და ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობს, კი შესაძლებელია არ იმარხულო, მაგრამ კითხვა ხო შეგიძლია. ამ დროს მაშინ უფრო მეტად აკავდი წმინდა წერილის კითხვით სულიერი მარხვა ხო შეგიძლია, ხო შეიძლება ადამიანს უფრო მეტად აპატიო, უფრო მეტად გიყვარდეს, უფრო მეტად შეუნდო და ეს სულიერი მარხვა მუდმივად უნდა გქონდეს ადამიანს შინაგანად. და ამ დროს აი თუ სულიერად ესე იმარხულებს ის რომ ხორციელად ვერ იმარხულა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანი არ უნდა აზიარო. ერიკით ესეთ ადამიანს უფრო მეტად უნდა მისცე ნუგეში იმის, რომ მოვიდეს ეკლესიაში და რამდენსაც შეძლებს იმდენი გააკეთოს. იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისი ძალისამებრ უნდა განსაზღვრო, მაინც არ შეიძლება რომ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუდგე. ეს იბრძნე და ეს ეკლესიას ამისი უფლება აქვს ყოველთვის და ესე ცხოვრობდა ეკლესია და ამით ყოველთვის ადამიანები უფრო მეტად მოდიოდნენ ეკლესიაში და ეკლესიის წევრები უფრო მეტად ხდებოდნენ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამა. და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, ბევრ ოჯახში ეხლა თან ჩვენთან ხო იცით ორი დღე მივა ვიღაცა ეკლესიაში და გამოდის და ყველას მასწავლებელი ხდება ხოლმე, ხშირად ხდება ხოლმე ეს მომენტი, რაღაცა მოხიბლული ადამიანები ვართ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვა, რომ ბევრ ოჯახში ხდება კონფლიქტები იმის გამო, რომ მამა, დედა ან შვილი მე არ მნიშვნელობა არ აქვს მარხულობს და დანარჩენს ეუნება, აი თქვენ ხელში ვერ მარხოთ, თქვენ იმას ჭამთ, მე ამას ჭამ, თქვენც უნდა იმარხულოთ რაღაცა და ამ დროს ადამიანებს ასწავლის რას? ამით რომ ანუ ის მინდა ვთქვა, რომ აძულებს ეკლესიას, აძულებს მოძღვარს, აძულებს იმას, რომ სიტყვაზე თუ რომც იმარხულო, სიტყვაზე მამის ხათრი მაქვს და მე ვარ მარხულობ, ხო? იმიტომ მარხულობ, რომ მაქვს თქვენი ხათრი, ღმერთის ხათრი კი არ მაქვს და სული კი არ მთხოს რომ მარხვაზე ვიყო. უბრალოდ აქვს აი მამას ხვია რაღაცა, რომელიღაც აი მშობლის ხათრი აუ დედაჩემს ვერ უტეხავ და მოდი რომ მარხულობ და რაღაცა და ძალით მარხულობენ. ანუ ეს მარხვა მათთან არც ეთვლება ეხა ვიღაცის ხათრით რომ მარხულობ და შე რო საერთოდ არ გინდა, ეს რა ის არის. აი რა უნდა ქნან მამაო, ოჯახები არიან ეს კიდე კაი ვარიანტი არის თუ აქვს ხათრი. ზოგი არის რომ საერთოდ ხათრი არ აქვს და დიდი კონფლიქტებია მამა ოჯახებში ალბათ ხშირად მოსულან თქვენთანაც ხო ამის გამო რომ მაძალებს და უთხარი და რაღაცა და ამის გამო თუ არ შემილია მაძალებს და ასე შემდეგ. რა უნდა ქნან მამა ამ ადამიანებმა და როგორ უნდა აიტანონ ან ვინც აძალებს იმან რა უნდა ქნას რომ შეიძლება თუ არა იმიტომ რომ ყველა მარხულოს ვიღაცის ხათრი და ღმერთისთვის ვინ მარხულოს არავინ არ იცის უკვე. და ესე მამა როგორ აი ან ჩემი აი ის მამაო მწხვენია მეჩხუბება ხოლმე იმარხულე და მაგიტომ არ იმარშვები არ მივდივარ ან ასე შემდეგ. აი თუ შეიძლება მამა ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით, იმიტომ რომ ბევრი არის შეწუხებული უკვე სხვისი მარხვით. იმიტომ რომ შეიძლება დაბადების დღე გქონდეს რაღაცა სიხდიდე, ვიღაცა აუ რა დაბადების დღე როგორ შეიძლება მარხვა და შენ ეშმაკს ემსახურები და მე შენთან არ მოვალ ან რაღაცა და ისე გული გატკინოს რომ იმის მარხველობა სულ არ ჩანდეს იქ. ანუ აი რო სხვას არ ატკინო და შენი საქციელით რომ მოანდომო მას კარგად ყოფნა, ანუ მარხვა მაინც კარგად ყოფნა არის ხო ადამიანისათვის დღეს და თუ შეიძლება მამო ისე რომ არ შეაწუხოს სხვა როგორ უნდა იმარხულო რა აი ოჯახებშია ძირითადად ეს პრობლემა აპატიეთ იმიტომ რომ ბავშვებსაც აძალებენ აი რამდენჯერ მოსულა მე-7 კლასელი ბავშვი არ უნდა ამ ბავშვს რა
გართობა უნდა რაღაც არ არის ხო იმ ხელა რომ იმარხულ სიტყვაზე ხო მეშვიდე ცოტა დიდია მაგრამ პატარებსაც ამარხულებს თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ ადამიანი მარხულობ და შენი მარხვით ხვებს შეაწუხებ ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი არ იცი რატომ მარხულობ იმიტომ რომ მარხვა არ ნიშნავს იმას რომ აი მე ღმერთს ვემსახურები ზოგჯერ აქ არის ესეთი განცდაც ემართება ზოგჯერ ადამიანს მარხველს ანუ იმას ვინც ღვთისმსახურებაშია რომ აი მე ღმერთს ვემსახურები და ყველა მე მომემსახურეთ არის ესეთი რაღაცაც რომ აი მაგალითად მე თუ მარხულობ აუცილებლად სახში სამარხო ტრაპეზი დამახვედრეთ და ეს რაღაცა თითქოს და პრივილეგიაა საკუთარი თავის რომ აი მე ხო ღმერთს ვემსახურები და თქვენ ახლა მოდით და მე მომემსახურეთ რაც არ არის სწორი დამოკიდებულება რომ მარხულობ ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ღმერთს უფრო მეტად უნდა მიეახლო ღმერთი უფრო მეტად უნდა შეიცნო ღმერთს უფრო მეტად უნდა მიემსგავსო და თუ ამ მარხვის დროს ღმერთს უფრო მეტად ემსგავსები მაშინ შენც ღმერთი ვითხარ და ღმერთივით უნდა მიუდგე ადამიანებს და ყველანაირად ცდილობ იმას რომ ამ ადამიანებს ეკლესიური ცხოვრება დააწყებინო და ამ ადამიანებს შენით ღმერთი შეაყვარო მაგრამ თუ შენით ღმერთს შეაყვარება რა პირიქით უფრო მეტად დაამძიმება ამ ადამიანებს და ამ ადამიანებს უფრო მეტად არ მოუნდებათ ღმერთთან ყოფნა ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი შენ თვითონ არ იცი რას აკეთებ და რატომ მარხულობ და როგორ მარხულობ და აი სახარების თანმიმდევრობაში არის საინტერესო ის რომ მაცხოვარი ჯერ ხდება ნათლისღება ჯერ ინათლება მაცხოვარი იოანეს მიერ და მერე მიდის მაცხოვარი უდაბნოში და იწყებს მარხვას 40 დღე იმარხულაო როგორც ვიცით და ბოლოს როცა მოშივდა მივიდა მასთან გამოცდელი ეშმაკი და ებრძვის ქრისტეს გამოცდის და გონია რომ ქრისტეზე გაიმარჯვებს და საინტერესო ის არის რომ ჯერ არის ნათლისღება და შემდეგ არის მარხვა და ნათლისღება ჯერ იმას ნიშნავს რომ ანუ ადამიანი რომელიც მიიღებს ქრისტეს ნათელს ადამიანი რომელიც მიიღებს იმ ნათელს სწავლებას იმ სწორ ცოდნას ქრისტეს შესახებ თუ ვინ არის ღმერთი რა არის ეს სამყარო რატო განკაცდა ღმერთი რა გველოდება ჩვენ მომავალში აი ამ ყველაფრის ცოდნას რომ მიიღებს ადამიანი და ზოგადად რომ გაეცნობა აი ამ სწავლებას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სწავლებას და საკუთარ თავს გამოაცხადებს ქრისტიანად ნათელს იღებს მოინათლება აი ამის შემდეგ იწყებს ადამიანი უკვე ცხოვრებას ქრისტესთვის აი ესეთ ადამიანთან შემდეგ ეშმაკი მიდის და ებრძვის აი შემთხვევით ისიც არ არის რომ სახარებაში წერია რომ მაცხოვარს მოემშია და შემდეგ მივიდა მასთან ეშმაკი და ესეც იმას ნიშნავს რომ ადამიანს რომელსაც არ მოშიებია ანუ ადამიანი რომელიც ამ სოფელს ისეა შეყვარებული ადამიანს რომელსაც მიწა იმდენად უყვარს რომ საერთოდ უარი არც უთქვამს ამ სოფელზე ამ სოფლიურ ნებებზე ცოდვაზე რაღაც ამ სოფლიურ სიამოვნებებზე ესეც ეშმაკი არც მიახლება იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ეშმაკის არის არც ებრძვის იმიტომ რომ უკვე მისიად მაგრამ როგორც კი ადამიანი მარხვას იწყებს და მოშივდება ანუ უარს იტყვის ამ სოფელზე აი ესე დროს ხედავს ეშმაკი რომ ეს არის ის ვინც მასზე უარი თქვა და ესეც უწყებს ბრძოლას და მაცხოვართან რომ მივიდა ეშმაკი სამი გამოცდა იყო როგორც ვიცით სახარებიდან პირველი იყო რომ უთხრა ეშმაკმა ქრისტეს რომ თქვიო რომ ეს ქვები პურებად იქცესო და ქრისტემ თქვა რომ წერიაო არაპურით ცხოვრობსო კაციო მხოლოდ არამედ ღვთის სიტყვითო ამის შემდეგ მეორედ მივიდა ეშმაკი და უთხრა რომ ტაძრის გუმბათზე აიყვანაო და უთხრაო რომ ხო წერიაო რომ გადაიგდეო თავიო და ანგელოზები აგიყვანენო და ქრისტემ უთხრა რომ წერიაო რომ არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენიო და მესამე გამოცდა იყო რომ მაცხოვარს უჩვენა ეშმაკმა მთელი ამ სოფლის დიდებაო და უთხრა რომ თელ სამსოფელს შენ მოგცემ თუ დამხობილი თაყვანს მცემო და ქრისტემ უთხრა რომ წერია რომ თაყვანი ეცი მხოლოდ ერთს ღმერთსო და მაცხოვარმა სამივე პასუხი ეშმაკს უპასუხა ეს სიტყვები წერია მეორე რჯულთას წიგნში ანუ წმინდა წერილიდან უპასუხა ამით გვასწავლის რომ ჩვენ ყოველთვის ეშმაკის აზრს ცრუ აზრს ყოველთვის უნდა ვუპასუხოთ მართალი აზრი და ეს მართალი აზრი არის წმინდა წერილი ღვთის სწავლება და ღვთის ჩვენთვის მოცემული მოძღვრება რითაც ჩვენ ეშმაკს დავამარცხებთ და ამის შემდეგ წერია რომ ეშმაკი მისგან წავიდაო ანუ არა მაშინ როცა ქრისტე მარხულობს არამედ მაშინ როდესაც ქრისტემ სწორად უპასუხა ეშმაკს ყველა ეშმაკის გამოცდას როცა ეშმაკი უნდა და ეცდუნებინა რომ ქრისტემ წმინდა წერილიდან უპასუხა და შემდეგ
წავიდა მისგან ეშმაკი და აი ეს აქაც არის მარხვის შინაარსი მოცემული რომ მარხვა კი არ არის თავისთავად მთავარი არამედ მთავარი ის არის რომ აი ამ მარხვის დროს ჩვენ ვიცოდეთ რატომ მარხულობთ და იმ გულისხმებთან იმ ეშმაკის აზრებთან რომელიც მოვა ჩვენთან მას რო სწორად უპასუხოთ და როცა სწორად უპასუხებთ აი ამ დროს მე უკვე მას არანაირი იარაღი არ რჩება იმის რომ შენ შეგებრძოლოს და უკვე შენგან დამარცხებული მიდის და ეს ყველა სწავლება მოცემულია ჩვენთვის წმინდა წერილიდან და რა თქმა უნდა დღეს აი ამ მოცემულობაში როცა ადამიანს რა ვიცი თითქმის არ არსებობს ადამიანი დღეს მით უმეტეს საქართველოში რომ წმინდა წერილი არ კონდეს და წმინდა მამათა სიტყვების მოსმენა დღეს ყველგან შეიძლება და როცა ამდენი სწავლება გვაქვს იმაზე თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ეშმაკი მაშინ ნამდვილად არ უნდა დამარცხდეს ადამიანი დიდი მადლობა მამაო და რა ვიცი ძალიან რთული ის არის რა ქვია პერიოდი არის და დღეს რაღაცა მარხვაში უფრო რაც მოდურად უფრო იქცა მარხვა ვიდრე იმათ რასაც თქვენ საუბრობთ რა ეხა მე არ ამგონია ეხა ადამიანი მარხულობდეს ერის ხალხზე მაქვს საუბარი და მას ეხა ეგონოსო რაღაც ამით ეშმაკს ვებძვი და ის ცოტა ისეთი ის არის იმიტომ სამწუხაროდ იმიტომ რომ ისეთი ბანალური კითხვები ისმის და ისეთი ის და ამაზე დაკავშირებით მინდოდა კიდე აი ეს საკითხს ჩავძიებოდი მამაო და აი რამდენად შენი მარხვა უნდა იყოს სხვისთვის მაჩვენებელი იმიტომ რომ აი ხშირად ხდება ხოლმე რომ აი მე მაგალითად მოძღვრისგან გამიგია რომ შენ რომ მარხულობ შენ უნდა იყო გამორჩეული და შენ ადამიანებს უნდა მოუწოდო ამისათვის ყველა ჭამს წვა შენ უნდა ჭამო ბოლოკი მეორე მომენტი გამიგია რომ შენ აი როცა მარხულობ ეს შენ მაქვს სხვა მარ უნდა იცოდე შენ ჩუმად უნდა ჭამო შენთვის აქ პური და სხვა მარ უნდა გაიგოს აი ხა სუპერმარკეტში შეხვალ რესტორანში ხარ სადაც არ უნდა მეხვიდე ხო ყველგან ვიღაცა სამ მარხვაზე აუ აი მარხვა სამარხო მომაწოდე იქითკენ უკაცრავად იქ ვიღაცა ყვირის ის სამარხო ის სად არის აი თევზი იჭმევა დღეს ასე შემდეგ აი ეს მომენტი მამაო რამდენად შეიძლება რომ იყოს ხილვადი სხვა ხალხისათვის თუ უბრალოდ არ არის პრობლემა ამის ანუ ადამიანები ფაქტია რომ თავს იწონებენ უკვე ამით ვიღაცა შემოვა და აუ აი მარხვაზე ვარ და აბა სამარხოები რა გაქვთ ქალბატონო და ახსა და მთელმა სუპერმარკეტმა იცის რომ ეს კაცი არის მარხვაზე მეორე არის ერთი მოძღვარი ეუბნება ხო კი უნდა იცოდენ იმიტომ რომ შენ აი უნდა იქადაგო შენი მარხვა რომ სხვა მოგბაძოს მეორე ეუბნება არა დამალე არ თქვა აი ეს ინდივიდუალურია სხვადასხვა ადამიანისადმი თუ ჩვენ ყველამ უნდა გამოვაჩინოთ ან ყველამ უნდა დავმალოთ ეს მარხვა იმიტომ რომ ფაქტია რომ არ ყოფილა არ დაბადების დღე ქორწილი არაფერი რომ სადაც ვიღაც მარხვაზე ყველა ზეპირად ვიცი უკვე იმიტომ რომ გამაგებინეს სულ არ მაინტერესებდა ეხლა ვიღაცა რომ მარხვაზეა საერთოდ არ უნდა მაინტერესებს მაგრამ აი ესეთი მომენტია თავისი მარხვით ჭყალებში თავს იწონებენ და რა ვიცი აი ან უფრო აი ამ დონეზეა დასული რომ შენ რო გაიგო რომ რასამ მარხველია და всё აქაც გაუაზრებლობა მარხვის და საკუთარი მდგომარეობის და აი მაგალითად ვინ არის ისეთი ადამიანი ვინც ავადმყოფოში შევიდა სამკურნალოდ და თავს იქებს იმით რომ კურნალობს ხო თუ შენ კურნალობ და სამკურნალო ხარ თავისაკები რა გაქვს რა არის აქ თავისაკები ამბობ რომ ავადმყოფი ვარ და მკურნალობ და აი ეს ეკლესია ეს არის სული საავადმყოფო და როცა ამ სული საავადმყოფოში არის ეს წესები ეს არის მკურნალობის წესი ესე რომ ვთქვა შედარებით და როცა მკურნალობთ ჩვენ აი მარხულობთ მარხვის პერიოდი ეს არის გარკვეული დრო საკუთარი თავის კურნების აი ამ დროს საამაყო არაფერი არ არის და არც ერთი ავადმყოფი არ არის ამაყი იმით რომ ის ავადმყოფია ხო და ესევე არავინ თუ ვინმე სწორად მარხულობს და გააცნობიერა ის რომ ისულიერად ავადმყოფია მას ცოდვა აწუხებს ვნებები აწუხებს და უნდა რომ ამ ცოდვისგან განთავისუფლდეს მაშინ ესეთი ადამიანი ნამდვილად არ იამაყებს იმით და არ იფიქრებს იმას რომ აი შემომხედეთ მე მარხულობო ესეთი აზრი არ ექნება და ესეც გაუაზრებლობიდან მოდის და თუ გააზრება ექნება ადამიანს ნამდვილად ესეთი აზრი მას არ გააჩნდეს იქნება საერთოდ მარხვაზე თუ ვიტყვით აი ორნაირია მარხვა ხო ერთი არის მარხვა ღვთისხილვისთვის და მეორე არის მარხვა უკვე ღვთისმხილველის სხვადასხვა აი მაგალითად შევადარებდი ორ იმას რომ ნინევის მარხვა და მეორე მოსეს მარხვა როდესაც ნინევია
იყო ბოროტება და ცოდვა, ღმერთი იონას ეუბნება ერთ-ერთ წინასწარმეტყველს, რომ წადი ნინევიაში და უთხარი, რომ ცამდე მომწუდა მათი ცოდვა და მათი ბოროტება და ანუ იმდენად იყო დიდი ბოროტება, რომ ცამდე მიწუდა, ღმერთამდე მივიდა მათი ეს ბოროტება და იონა წავიდა, თავიდან ისტორია რატო არ წავიდა, როგორც მაგას არ მოვყვებით, მაგრამ თავარი როცა მივიდა იონა ნინევიაში და იქადაგა, თქვა მაშინ ნინევიელებმა დაიწყეს მარხვა, მთელმა ნინევიამ მარხვა დაიწყო, მეფემ მარხვა დაიწყო და ამის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში ღმერთმა ისევ განგება შეცვალა და ნინევია შეუნდო ცოდვა და საინტერესოა რომ აი თვითონ ნინევიელების დამოკიდებულება აქვს რომ როცა უთხრა იონამ რომ დაიღუპებოდა ნინევია და დაიღუპებითო თქვენ ამ დროს მარხვა დაიწყეს. ანუ დაღუპვის შიში ქონდათ. შიში იმის რომ ეს ბოროტება ჩაიდინეს ღვთის წინაშე. ძიმე ბოროტება ჩაიდინეს და აი ამის შიშით რომ არ დავისაჯოთო მარხვა დაიწყეს. და ამ დროს შეენდოთ მათ ღვთისგან და იოანე ოქროპირი ამბობს ესეთ კარგ სწავლებას რომ როცა იონა მივიდაო ნინევიაში უთხრაო რომ ღმერთი გსჯითო რომ ნინევია დაისჯებაო და არ ეუბნებაო იონა ანუ ის რაც ღმერთმა იონას უთხრა იმას ეუბნება იონა ამ ნინევიელებს და არ უთქვამს რომ იმარხულეთ ან რამე უარყავით ბოროტება და თქვენ შეგენდობათ პირდაპირ უთხრა რომ დაისჯებით და დაიღუპებითო და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდაო მთელი ნინევია პირიქით ამ დროსაც ისე იმდენად დიდი იმედი ქონდა ჩინაგანი ღვთის შეწევნის და ღვთის სიყვარულის რომ დაიწყეს მარხვა იფიქრეს იქნებ ღმერთმა მოგვიტევოსო და ღმერთმა მიუტევა და ესეც გვასწავლის იმას რომ თუნდაც რომ იცოდე და განგეცხადოს ის რომ დაიღუპები რაღაც სოდვის გამო აი ამ დროსაც არ უნდა თქვა რომ აი ვიღუპები და არ უნდა შეეშვა ცხოვრებას პირიქით უფრო მეტად უნდა იშრომო უფრო მეტად უნდა მოინდომო და აი როგორც ღმერთი ნინევიას პატიობს ესე გეპატიებ ეს არის პირველი მდგომარეობა აი ეს არის ღვთის ხილვისთვის ანუ იმისთვის რომ ღმერთმა მიიღოს ადამიანი ღმერთმა აპატიოს ეს არის ეს მარხვა ღვთის ხილვისთვის აი ნინევიელების და მეორე არის მოსეს მარხვა ეს არის უკვე ამაღლებული რაღაც მარხვაზე აღმატებულია როდესაც მოსე მარხულობს როცა მოსე მთაზეა და 40 დღე მოსე ღვთის წინაშე იდგა და ღმერთს პირისპირ უყურებდა აი ესეთი მოსე მარხულობდა არც ჭამდა მაგრამ ეს მარხვა იყო უკვე გამოწვეული იმიდან რომ ის იმდენად დიდ ნეტარებაშია რომ საერთოდ დაავიწყდა საჭმელი და არც კი ახსოვს პური და არც კი ახსოვს საზრდო და ეს არის უკვე მარხვის რაღაც უმაღლესი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღვთის ჭვრეტაში შედიხარ, ხო იმ დონეზე ხარ, ღმერთს მიახლებული და იმდენად ხარ ღვთით გახარებული, რომ სხვა ყველაფერი გავიწყდება. აი ჩვენი დიდი მამა შიონ ღვიმელი რო გავიხსენოთ, როცა ღვიმეში იჯდა წლობით იმდენად დიდ ნეტარებაში იყო რომ საერთოდ დაავიწყდა სოფელი და საერთოდ დაავიწყდა ამ ქვეყნიური ხორციელი საკვები და ეს მიწიერი საჭიროებები და ეს არის კიდევ უფრო მეტად ამაღლებული მდგომარეობა და ასე რომ პირველისთვის ვინც იზრუნებს იმაზე ვინც იზრუნავს აი როგორც ნინევია დღეს ის აუცილებლად შევა მოსეს მდგომარეობაში და დიდი მადლობა მამაო და მარხვის დროს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რაღაცას თმობთ და შემდეგ ვაგრძელებთ. ანუ როგორ უნდა იყოს, აი ხშირად აქვთ ხოლმე ადამიანის პრობლემა თამბაქოს ზოგი რაღაც აზარტულ თამაშებს თამაშობს ან რაღაც ბევრ ამეს, ხო და ამ შემთხვევაში რაღაცა ჯერ საერთოდ ეკლესიურმა არ უნდა გააკეთოს სიტყვაზე არის ხოლმე, მაგრამ ეხა ამას ვერ იტყვი, ეხა თამბაქო ისეთი რაღაცა რომ ბევრი ეწევა და ზოგი ამის გამო არც იწყებს მარხვას რომ მე სიგარეტს ეწევი და ზოგს არ აქვს იმდენი ის რომ სიტყვაზე უთხრას რომ არა სიგარეტს ეწევი და შენ არ იმარხულო ზოგი უგძალავს ზოგი მოწყარი ეს არ ვიცი საწერია მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ესეთ შემთხვევები და ზოგი აი რა უნდა ქნას იმ ადამიანმა მამაო ვინც აი ანებებს რაღაცა ცოდვას თავს მარხვის დროს მე მარხვა მორჩება ისევ აგრძელებს ამას ანუ აი ამ შემთხვევაში რა უნდა ნუ რაღაც წვრილმაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ისო სიტყვაზე თამბაქოს ეწევა, ან ასე შემდეგ. ზოგისთვის წვრილმანი სულ არ არის ადამიანს კლავს, ხო, მაგრამ მაინც რაღაც არის, რომ აუ შეწყვიტავს მარხვაში, მე მარხვა მორჩება ისე ვიწყებს, ან სმას სიტყვაში შეწყვიტავს, ისე გააგრძელებს. აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ქნას ადამიანმა, როცა აი რაღაცა ისეთი წვრილმანები აწუხებს.
და მე შემდეგ ისე ვიწყებს ხოლმე შეული ანუ მორჩება მარხვაში აუ მე მარხვა მორჩება ისე ვიწყებს ხოლმე და შემდეგ კიდე ერთ კითხვას დაგესვათ და ჩერდა. როდესაც ქრისტემ იუდა დაიმოწაფა, ამ დროს ქრისტემ იცოდა რომ იუდა გამცემელი იყო და იცოდა ისიც იუდა რას გააკეთებდა, მაგრამ მაინც დაიმოწაფა. მაინც მიცა იმის საშუალება იუდას რომ იუდა შემდეგში არ ეთქვა რომ არ დამიმოწაფე, თორემ გამოყვებოდიო. და ქრისტე როცა იუდას იმოწაფებს, იცის რომ უარყოს, მაგრამ მაინც დაიმოწაფა და ამით ქრისტე გვასწავლის ჩვენ იმასაც, რომ რაც არ უნდა ჩვენ ვიცოდეთ თუნდაც, თუმცა ჩვენ არც ვიცით ესე ვინ იცის, როგორც ღმერთმა იცის წინ ადამიანს რა ელოდება და ეს ადამიანი როგორი იქნება, ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ეკლესიას დაემოწაფოს. რაც არ უნდა დიდწოდვაში ჩავარდეს ადამიანი, მას მაინც უნდა მისცე იმისი ნუგეში, რომ შესაძლებელია ამ ცოდვიდანაც გამოსვლა და გამარჯვება და თუ ადამიანმა იმარხულა და შემდეგ ცოდვაში ჩავარდა, ისევ უნდა მოუწოდო იმისკენ, რომ ისევ დაიწყოს მარხვა, ისევ დაიწყოს ლოცვა, ისევ დაიწყოს ღვთისკენ სულა და სანამ არ გავა ამ ქვეყნიდან და ბოლოს თუნდაც ერთი დღე კონდეს დარჩენილი, ის ერთი დღეც საერთოდ მოძღვარმა იმედად უნდა დაუტოვო და პირიქით უფრო მეტად უნდა ანუგეშო და უფრო მეტად უნდა მისცე იმის იმედი, რომ ღვთის ძალით და ღმერთის შეწევნით ადამიანი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რო სახარებიდან ავაზაკი სულ რამდენიმე საათში ქრისტესთან ყოფნის დროს მოახერხა ის, რომ სასუფეველში პირველი შესულიყო. მოახერხა ეს ავაზაკმა და ესე თუნდაც რამდენიმე საათიც არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი სამოთხეში შევიდეს და ასე რომ არც ერთი ცოდვა არ არის იმდენად დიდი და იმდენად მძიმე, რომ ადამიანს წაართვას ის იმედი, რომ შესაძლებელია ის ვერ ცხონდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცოდვას არ მოერიდოს, იმიტომ რომ ცოდვასაც აქვს თავისი სიმძიმე, აი როგორც არის განსხვავება ავადმყოფობის დროს, არის რაღაც ძიმე ავადმყოფობა, არის უფრო მსუბუქი, რომლისგანაც უფრო ადვილად ინკურნები და აი ესე ყოველთვის შევეცადოთ უნდა ადამიანები, რომ ძიმე ცოდვისგან თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ ძნელია შემდეგ ამ ძიმე ცოდვისგან კურნება თვითონ პიროვნებისთვის, თორე ღვთისთვის არ არის ძნელი. თვითონ პიროვნებას უჭირს შემდეგ ამ ცოდვიდან გამოსვლა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და კიდე თუ ბოლო 3 წუთი დარჩა სამწუხაროდ და ჩვენ ძალიან ცუდ იმას ჩვევას თუ შეიძლება ესე ვიტყვი, რომ ადამიანებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს. ერთი რომ არხვისას თქვენ შეამჩნევთ ივსება ტაძრები, შენდობის კვირა ძალიან ბევრი მოდის ესე რაღაცა შენდობას თხოვენ ერთმანეთს აი შემდეგ. მარხვა რო რჩება ისე ცარიელდება ეს ტაძრები. ანუ იგივე ხალხი სათქრებიან, არ ვიცი მე მარხვა დაიწყება კიდე მოდიან ხოლმე. დიდი ხუჩაბათ ისინი რაღაც გაუგიათ თუ რაღაცა სისულელები რომ ამას წაგიკითხავენ შეგენდობა ასე შემდეგ თვითონ გამოსწორება და მოუდიან ავსებენ ამ ტაძრებს რომ თქვენ ხართ ეხა მამაო წაიკითხავს რაღაცას ცოდვები აღარ გაქვს და ამის გამო მოდიან სიტყვაზე არის ხოლმე ხო აი შენდობა და აი ეს მომენტი მამაო როგორ არის და რა უნდა ქნა ადამიანებმა რომ შეიგნონ ის რომ ეს ხო ჩვენი გაუნათლებლობის ბრალია რომ მარტო მარხვაში კი უნდა იარო სულ მარხვა მთელი ცხოვრება წესიერებაა ხო ანუ სხვა დღეებშიც უნდა მოხვიდე აი მომენტში მამაო რა უნდა ქნა თუ შეიძლება 2 წუთი და როცა ადამიანი ხო გული წდებათ აი ადამიანურად თქვით მამაო რა ესე არის ხდება ესეც და არ არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ მარხვაში როცა მიდიხარ და შემდეგ მიდიხარ ისე რომ რაღაც გარკვეული დროით ეკლესიაში არ ხარ ეს იმას ნიშნავს ესე იგი ამ მარხვაში ვერ მოინაყოფე ამ მარხვის პერიოდში ღმერთი ვერ შეიცანი ვერ გაიგე ღმერთი თორე არ მოშორდებოდი მას თორე დარჩებოდი და პრობლემა ის კი არ არის რომ წავიდა პრობლემა ის არის რომ ეს მარხვა გაატარა უაზროდ და აი ამ მარხვის დროს ვერ შეიცნო მაინც კარგად და სწორად ის თუ რა არის ეკლესია და რას ნიშნავს ქრისტიანობა და ვინ შეიცნო ის მუდმივად დარჩება და არც არასდროს წავა მაგრამ ვიტყოდი იმას რომ ვინც მოდის და შემდეგ მიდის მაინც კარგია ის რომ მოვიდა იმიტომ რომ რაღაც მომენტში მაინც გაიღვიძებს და მიხვდება იმას რომ აი იქ რომ ერთხელ არის ესეთი ისეთი პრაქტიკაში ხდება ესეთი რაღაცებიც მეც გამიგია რომ ადამიანი ხო სულ არ მოსვლას ჯობია იყო რამდენიმე წლის წინ ტაძარში და იქ რაღაც მოისმინა იქ რაღაც გაიგო იქ რაღაც განიცადა და წავიდა შემდეგ წლები არც უცხოვრია ეკლესიურად და შემდეგ ისევ მობრუნდა იმით რომ იქ რაღაც რამდენიმე წლის წინ რომ რაღაც განიცადა ისევ იმან მოიყვანა და შეუძლებელია მაინც ადამიანი თუ შინაგანად წირედით მაინც პატიოსნად შევიდა ტაძარში რომ მან იქ ღვთის მადლი არ იგრძნოს და ეს მადლი მას არ შეეწიოს იმაში რომ ის ისევ უნდა მოვიდეს და ისევ მოვა. დიახ. მამა აი თუ დაამატებს კიდევ რამეს 30 წამი დარჩა. ბოლო აი რას ურჩევთ აი როგორ დაიწყონ მარხვა სიტყვაზე აი რაღაცა ეს
პირველი რითაც ვიწყებთ მარხვას ეს არის თავარი რომ აი მიტევების კვირა არის და ყველა ერთმანეთს რო ვაპატიო და ერთმანეთის სიყვარულით დავიწყოთ მარხვა და იმის გააზრებით რომ თუ გვიჭირს ყველას გვიჭირს და ეს გაჭირვება რაც არის ეს ცოდვა რაც ამ სამყაროში ხდება ეს არ არის პირადად ერთი ადამიანის ცოდვა ეს არის მთელი ჩვენი ადამიანები მთელი ჩვენი კრებულის ცოდვა და ამ დროს ყველა ერთმანეთს დავეხმარო და შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ცხოვრება და ერთმანეთს ვაპატიოთ და ვაგრძნობინოთ ერთმანეთს რომ საერთოდ პატიებაც ხომ აი როცა ადამიანი პატიობს მეორე ადამიანს ესეც დიდია იმით რომ პატიების უნარი ღვთის უნარია ანუ ღვთისთვისებაა ღმერთი პატიობს ღმერთი გვასწავლის თავისი პატიებით ის რომ ერთმანეთს ვაპატიო და თუ შენ ადამიანმა შეძელი მეორე ადამიანს აპატიო ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ღმერთს გავხარ და ღმერთი ვით შეგძლებია შენ სიყვარული და ნუ ეს რას ზომითაც შეუძლია ადამიანს რა თქმა უნდა იმ ზომით მაგრამ მაინც ვეცადოთ რომ ღვთის მსგავსებით დავიწყოთ ღვთისკენ სვლა ერთმანეთის პატიები და ერთმანეთის სიყვარულით ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მამო ისეთი პატიება იციან რომ მე შემდეგში რამე რომ მოგივა იმას ამობს აი რა მოვიდა ხედავ იმიტომ დაისაჯა ანუ ნამდვილი პატიება ჩვენთან ისიც არ იციან ხოლმე იმ დღეს მამები წერდნენ რომ ანუ ნამდვილი პატიება არის ის რომ ადამიანს რაღაცა შეუნდობ და მე მისი კარგი რო გიხარია და ცუდის ისა მოზიარებო ხარ და ჩვენთან როგორ არის ის არ ხო არც კარგი გიხარია მის არც არაფერი და რაღაცნაირად ანუ ვისაც შეგიძლიათ აპატიოთ ის არ შეგიძლია შეიძლება ისე გააგრძელონ თუ რა უნდა ქნან მამო ანუ ნამდვილი პატიება როცა ნამდვილად აპატიებ დიახ ხო ნამდვილი პატიება ვისაც შეგიძლია მაშინ პასუხი არ უნდა მოთხოვო დიახ ხო რა თუ არა და საერთოდ არ უნდა იმას აი დამთავრდა მიწერენ აქ და დიდ მადლობას მოგახსენეთ მამო მობრძანებისას ჩემს სტუმარი გახდა არქიმანდრიტი ილია თოლორაია რომელიც სახლობს სამების საკათედრო ტაძარში და შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე ძალიან ხშირად წერენ ხოლმე მამო უღრმეს მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის ეს გადაცემა ხვალ 7-ის ნახევრისათვის დილას განმეორდება შაბათს იქნება ისევ დაგიბრუნდებით საღამოს 9-ის ნახევარზე მე გახლით გიორგი დარასელია და ფონდი ერთობა Facebook-ზე ესეთი გვერდი არის და შეგიძლიათ მოიწონოთ ქართული შრიფტით აკრიფოთ ფონდი ერთობა და აუცილებლად იქ ყველა ეს გადაცემა იდება კარგად ზანდებოდეთ დიდ მადლობას მოგახსენებ და რა ვიცი ბედნიერ მარხვის დაწყებას გისურვებთ დროებით